გამარჯობა მეგობრებო, მე მქვია დღეს ვილაპარაკობ იმაზე, თუ რა შეიძლება დავამატოთ Brawl Stars-ში და შეცვალა. მოვიდეთ დავიწყოთ ბრაულერების იშვიათობიდან მეგობრებო. რაც შეიძლება შეცვალონ იშვიათობა ბრაულერს და რა შეიძლება მოკლედ თქვენ გაიგეთ მეგობრებო. ჩემი აზრით მეგობრებო, რაღაცა ძალიან დიდი არეულობა ხდება ახლა იშვიათობებზე შეხედეთ. ავიღოთ მაგალითად შეიდი. ის ეპიკია. ამიმდენი რაღაც შეუძლია, რაც არ შეუძლია ლეგენდარისაც კიდევ. აჩვენებთ ახლა მეგობრებო, ხოდე შეხედე რა შეუძლიათ ამას. ამ ბრაულერს აქვს ეგეთი წრე და თუ იქ შედიან შენი მოთამაშეები, უბრალოდ მის გებრძოლება, super power-ი ანუ გემატება. ეს პირველი, მეორე, შეგვიძლია რა დიდი აქვს დემეიჯი. კიდევ შეეთ მეგობრებო რა შეუძლია. შოკია ეს უბრალოდ, შეხედეთ მეგობრებო რა შეუძლია. ეს მეგობრებო ის ვიცი რომ შეუძლია რომ აი ხო შეუძლია როგორ აკეთებ მეგობრებო ხვდებით. აი ეგეთი რაღაცა მგონი არც ეს ბრაულერს არ აქვს რომ კედლებში რომ შეუძლია ეგრე გააკეთოს. კიდევ იმას ის თუ გააკეთებს super powers ის იმედეთ რაღაცას გააკეთებს და კიდევ შეუძლია პატარა დრო იაროს იქა კედლებში. კიდევ მას შეუძლია წყალზე სიარული. და მეგობრებო ამიხსენით ეს რა არის თუ არა ლეგენდარი? ეს ეპიკი როგორ გააკეთეს ეგეთი ბრაულერი სუპერპოულმა? საერთოდ გაგიხსნე? შეხედეთ რა შეიძლება მეგობრებო ეგრე. თუ ბევრი მოთამაშეა ეგ შეიძლება უსასრულო სუპერპოულერი გქონდეს. თანაც კი რომ დაარწეს შეხედეთ მეგობრებო ეს რა არის საერთოდ? ეს ეპიკი არა ლეგენდარია ნამდვილი მეგობრებო. არ მესმის ეპიკი რატომ გააკეთეს? ასევე მგონი იგივე შეგვიძლია ვთქვათ სად არის ეს ბრაულერი ალიზე ალის ლეგენდარი რატომ არ არის ამიხსენით? შეხედეთ რამდენი რაღაც შეუძლია. შეხედეთ ის ეგრე წინი წევა თავისი ეგრე რომ სადმე თუ უნდა რომ გააკეთოს. ხო ხვდებით რას ვამბობ, როგორც მორტისი აკეთებს. კაი, ეს კიდევ რა არის? მას შეუძლია წყალზე სიარული, ბუჩქებში თუ არის აქედან გადახტომა შეუძლია, წყლიდანაც ეგრე შეუძლია გადახტეს. super power-ით შეიძლება გახდეს უჩინარი, მაგალითად კიდევ როგორც ლეონი, მაგრამ ლეონი უფრო ხანს არის უჩინარი, როგორც ვიცი. და თან ის ალი რაღაც მომენტებში უჩინარი ხდება. ანუ ჩანს. ხო მეგობრებო, რამდენი რაც შეუძლია და მიფიკია. ლეგენდარ ბრაულერებს არა აქვს ამდენი რაღაცა. და ლეგენდარ ბრაულერებს ვილაპარაკეთ და ამ დროს მოდი ვნახოთ ლეონი, რომელიც არის ლეგენდარი. მაგრამ იმის გარდა რომ ისვრის რაღაცებს და ცოტა ხნით რომ ხდება უჩინარი, იმის გარდა არაფერი არ შეუძლია. და თან მეგობრებო, როდესაც ეგრე უჩინარიაც არის და როდესაც ეგრე დემეიჯის გაკეთება უნდა ისევ ჩანს. ჩემი აზრით ეს ლეგენდარი არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ბრაულერი ადრეა გამოშვებული და ადრე ეგეთი რა ძალიან მაგარი იყო და ამიტომაც არის ლეგენდარი მეგობრებო. დღეს თუ გამოსულიყო მგონი მიფიქსად კი არ გაკეთებდეთ. შემდეგ მინდა ვილაპარაკო იმაზე რომ ზოგიერთი ბრაულერი ლეგენდარი არ უნდა იყოს. აი ვინმე საერთოდ ამიხსნის პირსი რატომ არის ლეგენდარი? აი შეხედეთ მეგობრებო, პირსი ლეგენდარი რატომ არის? და რას აკეთებს ისიც რომ ლეგენდარი იყოს? რამეს ისიც აკეთებს?
რაღაცა ვერ ხედავ მეგობრებო. Რაღაც იმას აკეთებს რომ თუ რაღაცას თუ აიღებ მე კიდევ რაღაც ძალიან ბევრი დემეიჯი გიქნება თუ რაღაცა ეგეთი და სუპერ პოვერი მისი რა ჩაულებრივი რა არის რა ჩაულებრივი რაღაცაა ეს რა ბრაულერი ეს რა რატომ არის ეს ლეგენდარი საერთოდ ჩემი აზრით არ უნდა იყოს ამის გამო არის ლეგენდარი რაღაცა ფისებს თუ რაღაცა არის რაღაცას თუ იღებს მე 3000 შეუძლია გააკეთოს და ზოგადად 1900 რა არის მეგობრებო ამაში უცნაური პაიპერს მოდი შევადაროთ ეს პირსი რომელიც თუ შოს დგას გონი ამავე იმას აკეთებს ამავე დემეჯს 3000 ეს კიდევ ასევია და ლეგენდარი რატომ გააკეთა სუპერსელმა აზრზე არ არის მაქსიმუმ მუსიკი უნდა იყოს რა ვიცი ну კიდევ რა შეიძლება მაგალითად აი კლენსი რატომ არ არის ლეგენდარი ჩემი აზრით კლენსი ლეგენდარი უნდა იყოს რატომ მეგობრებო შეხედეთ მას სხვადასხვა ლეველები ცოტა ხანი პირველი ლეველი თამაშობს ერთ მეგობრებო მეორე ლეველზე გადადის როგორც ხედავთ მეგობრებო კიდევ ცოტა ხანი მოდი ვიტანოთ ამ ბრაულერით მეგობრებო და სხვადასხვა ლეველებს გაჩვენებთ აი კიდევ მეგობრებო ლეველები ეს არის მაქსიმალური ლეველი და შეგვიძლია სუპერფოლი უძლიერდება მეგობრებო და სწორედ იგივე ისინი არა აქვს და ლეგენდარი რატომა და მე გიპასუხოთ მეგობრებო იმიტომ რომ მას ალბათ ხტომიალი შეუძლია მოიმასაც მეგობრებო როგორც ხედავთ ლეველები ეგრე უძლიერდება და რიკოშეტებს აკეთებს შეეცვალო მანი მაგარია ასევე რომ ხროც აღხდება მაშინ ლეველს გააძლიერებს მეგობრებო ნახავთ ეს ყოველთვის ბაქტერიებს არ ყავდება შეედეთ მეგობრებო გაძლიერდა მოდი ისე ვახტით კიდევ უფრო გაძლიერდა კიდევ არის კი მეგობრებო არის როგორც ხედავთ კიდევ როგორც ხო არა ხო მეგობრებო მე აღარ არის სერტიც იგივე აქვს პრაქტიკულად მაგრამ ნუ ხტომიალი შეუძლია და ამიტომ არის ალბათ ლეგენდარი მაშინ არ ვიცი მაგალითად გლოვი კიდე უნდა იყოს ლეგენდარი ის თქვენ გლოვი შეხედეთ რას აკეთებს ის საერთოდ შეუჩერებლად შეუძლია რომ ეგრე დემეიჯი გაუკეთოს ბრაულერს სანამ ბრაულერი არ გაიქცევა ის როგორც იცი იქამდე ვერანაირად ვერ უშველიან თავს შეეთ როგორი მაგარი ფოვერი აქვს კიდევ არაფერს გაკეთება კარგად რომ არ შეუძლია შეეცვლება მეგობრებო კიდევ შეიძლება რომ შენი გუნდელები ეგრე თუ მიუმიზნო შეიძლება რომ ხილი გაუკეთო მეგობრებო ძალიან მაგარი ბრაულერია უნდა იყოს ლეგენდარი ჩემი არის კიდევ მეგობრებო ჩემი არის ჩესტერი რატომ არის ლეგენდარი ის უნდა იყოს ულტრა ლეგენდარი და გადააკეთო უფრო სწორად გაჩვენებთ ახლა მეგობრებო ყველაფერს ჩესტერს სუპერ პოვერები აქვს ისა რანდომია შეგვიძლია ჩაოლებრივი დემეიჯითაც კი რაღაც ლეველები აქვს პირველი მეგობრებო ერთი რაღაც კალაკოლჩიკით ის თუ რა არის ესა მერე 2-ით მერე 3-ით მერე 4-ით ხო ეგრე მეგობრებო ეგრე იქნება და ეგრე წრეზე და მას სუპერ პოვერები აქვს რანდომული მაგალითად პირველი სუპერ პოვერი მას შეუძლია ხიდი გაუკეთოს თავის თავს მაგალითად ხოდა ხილი გავიკეთე მაგალითად კიდევ სუპერ პოვერი ვქნათ შეედეთ მეორე სხვანაირი სუპერ პოვერი გვაქვს კიდევ
აი კიდევ რაღაცნაირი გაჩვენებთ ახლა მეგობრებო. ო მეგობრებო, კიდევ ერთი super power-ი. და ეგეთ ჩვენ მგონი ვიცით. აი მაგალითად რაღაცა პუდრას აშხურებს, რომელიც დემეიჯს აკეთებს. ეს ხილია, ნუ ეს უკვე განვიხილეთ მეგობრებო. კიდევ რამე არის? არა მეგობრებო, აღარ არის. თუმცა ეგ ბრაულერი ხო ვანახავს მაგალითად აქ კიდევ ერთი გაჯეტით ახალი სუპერია ჩესტერს და ჩემი აუცილებლად უნდა იყოს ულტრა ლეგენდარი მეგობრებო. რაც შეეხება დრაკოს მეგობრებო, დრაკო რატომ არის ლეგენდარი? აი რასაკეთებს ეს რომ ლეგენდარი იყოს? ნუ კაი ეგრე აქვს დემეიჯი, ნუ აქვს დება ცოტა დრაკონზე. ჩემი არის ძალიან ისეთი არაი რომ ლეგენდარი ბრაულერი იყოს, რა ვიცი მეგობრებო. ეს უკვე თქვენი არჩევანია. მე ამ ბრაულერებზე ვფიქრობდი რომ უნდა შევცვალო და რაც შეეხება იდეებს მეგობრებო. როგორც ვიცით, Brawl Stars-ში არის ტრიოები, სადაც შედის 3 ბრაულერი. მაგალითად, ყველაზე პირველი ტრიო, სადაც შედის Shelly, Colt და Spike. ამ ტრიოს ჰქვია Ranger-ების რანჩო, მაგრამ რომ აგროვებ ამ ტრიოს მთლიანად თამაშში, არაფერს ამაში არ გაძლევენ და ეგეთი რამე მოვიფიქრე, თუ შევგროვებ მთლიან ტრიოს, მოგცემენ რამე საჩუქარს. მაგალითად, ცოტა გემებს, კოინებს და ეგეთ რაღაცებს. ჯემებს კიდევ შეიძლება. სტადროპებს, რა ვიცი, ეგეთი რაღაცები. კიდევ ასევე კარგი იქნებოდა, რომ დაემატებინოთ ეგეთი quest-ისა რეჟიმი, სადაც ის იქნებოდა მეგობრებო. სადაც განსაცდელები უნდა გაიარო და ყოველ ლეველს რომ გაირო მოგცემენ ცოტა ჯემებს. იქ ასევე უნდა იბრძოლო მეგობრებო და თუ მოიგებ ცოტა ჯემებს მოგცემენ და ყოველ ლეველს თუ გაივლი ერთ ჯემს მოგცემენ და ეგრე, მაგრამ თუ წააგებდი ყოველთვის თავიდან დაიწყებდი მეგობრებო და და ანუ ეგეთის ანუ დაგიკარგებოდა ყველა გემი რომელიც შეგოვე მანამდე. ნუ ეს არ ამგონია ეგეთი რამე რომ ისმე მუდმივ რეჟიმად გადაკეთდეს, მაგრამ ცოტა ხნით რომ დაამატონ ეგ რეჟიმი ცუდი არ იქნება. ან რაღაცა დროს იყოს, ან რაღაცა ეგეთი. და მეგობრებო, მე ერთი რაც მაინტერესებს. ეგეთი ახალი მაღაზია რომ არის. ეს დიდხანს უნდა გრძელდებოდეს. ჩემი არის ძველი მაღაზია დააბრუნა. მამ იქ დაამატან უფრო მეტი ადგილი. აი ამდენი დილაკისთვის. და ისეთი რაღაც გააკეთონ. ეწერება ეს ოდიცის შოპი რომ აი სადაც სკინები შეგვიძლია ავიკიდოთ. იქ იქნება კარები მაღაზიას და თუ შეხვალ აღმოჩნდები აქ მეგობრებო. გონი ეს უფრო კაი იდეაა ვიდრე ეგეთი მაღაზია. მე მგონა ეს მაღაზია ცოტა ხნით არის და მგონი საერთოდ მუდმივად დატოვებ. მე ორიგინალი მაღაზია მინდა უფრო. მეგობრებო, ორიგინალი მაღაზია უფრო მაგარია. და ეს საინტერესოა. მე 6-7 ბრაულერი მყავს. კაი მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ ლაიქით და ჩემი ახში გამოწერა და ეხლა ყველას ნახვამდის.